მანამდე სანამ ავტომობილები გამოიგონებდნენ, ყველაზე ძლიერ მეფეებსა და იმპერატორებს ჰქონდათ უჯვირფასესი და მდიდრული ეტლები. და ისინი ამ ეტლებს მხოლოდ მოგზაურობისთვის არ იყენებდნენ. ამის გარდა ეს ასევე იყო მათი სიმდიდრის, ძალაუფლებისა და მაღალი სტატუსის სიმბოლო. დღესდღეობით ამ დარჩენილი ეტლებიდან ზოგიერთის ფასი მილიონობით დოლარს აღწევს, ხოლო სხვები კი ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ საგანძურად ითვლება. ამ ვიდეოში ჩვენ გავეცნობით 10 ყველაზე განსაცვიფრებელ უძველეს ეტლს, რომლებიც ოდესღაც ისტორიაში ყველაზე ძლიერ ლიდერებს ჰქონდათ გამოყენებული. მაგრამ სანამ გახილვას დავიწყებ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის როგორც კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 10. ტუტანხამონის სამეფო. ეტლები, ძველი ეგვიპტე. 1922 წელს არქეოლოგმა სინაიმ აღმოაჩინა. ოვარდ კარტერმა ეგვიპტეში ფარაონ ტუტანხამონის სამარხი აღმოაჩინა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა ისტორიაში. იმიტომ რომ სამარხში თითქმის ყველა ნივთი მთლიანად შენარჩუნებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამარხი 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დახურული იყო. ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი აღმოჩენა იყო ახალგაზრდა ფარაონის 6 სამეფო ეტლი. სანამ სამარხში შეიტანნენ, ისინი ფრთხილად დაშალეს, რათა ვიწრო დერეფნებში ეტეოდა. შემდეგ კი შიგნით ხელახლა აწყვეს ოქროს ნივთებთან ერთად. იარაღი და სხვა ძვირფასი ნივთები, რომლებიც ითვლებოდა, რომ მეფეს გამოადგებოდა იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში. 6-ვე ეტლი სხვადასხვა დანიშნულების იყო. ზოგიერთი მათგანი სამეფო ცერემონიებისთვის იყო განკუთვნილი და დაფარული იყო ოქროს ფურცლით, რომელზეც გამოსახული იყო ტუტანხამონი როგორც მებრძოლი და მონადირე. ასევე იყო უფრო მსუბუქი ეტლები, რომლებიც როგორც მიიჩნევენ, ნადირობისთვის ან თუნდაც ბრძოლისთვის გამოიყენებოდა. აღსანიშნავია მათი დამზადების ტექნიკაც. ხე ორთქლში ამუშავებდნენ, რათა ადვილად მიეცათ სწორი მრუდი ფორმა. ამის წყალობით მთელი ჩარჩო უფრო გამძლე ხდებოდა, ზედმეტი სიმძიმის გარეშე. ბორბლებს 6 სპიცი ჰქონდა, რის გამოც ისინი უფრო მსუბუქი და გამძლე იყო, ვიდრე სხვა უძველესი ცივილიზაციების ძველი მყარი ბორბლები. კიდევ ერთი ყველაზე გონიერი დიზაინი იყო იატაკი. მყარ ხის ნაცვლად ეგვიპტელები იყენებდნენ ერთმანეთზე გადაბმულ ტყავის ზოლებს. ეს ამცირებდა ეტლის ხევას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მათ უკვე ჰქონდათ მარტივი საკიდარის სისტემა 3000 წელზე მეტი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე ავტომობილი გამოიგონებდნენ. დღემდე ტუტანხამონის ეტლები მიეკუთვნება მსოფლიოში აღმოჩენილ უძველეს სრულ სამეფო ეტლებს. ისინი მხოლოდ ფარაონის ძალაუფლების სიმბოლოები არ იყვნენ. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ ძველ ეგვიპტეში ინჟინერიისა და ხელოსნობის დონე ძალიან მაღალი იყო 3300 წელზე მეტი ხნის წინ. ნომერი 9. გვირგვინის ოქროს ეტლი. გაერთიანებული სამეფო. თუ ვილაპარაკებ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სამეფო ეტლზე, თითქმის ვერავინ შეედრება გაერთიანებული სამეფოს ოქროს ეტლს. პირველი შეხედვიდანვე ადვილია იფიქრო, რომ ეს ეტლი სუფთა ოქროსგანაა გაკეთებული, რადგან საითაც არ უნდა შეხედო, თითქმის ყველგან მხოლოდ ოქროს დეკორაციებია. მაგრამ სინამდვილეში ეს სოლიდური ოქრო არ არის. სამეფო კოლექციის მიხედვით მისი ძირითადი კორპუსი ხისგანაა დამზადებული და მხოლოდ თხელი ოქროს ფურცლითაა დაფარული. ეს ასეა გაკეთებული, რომ დიდრულად გამოიყურებოდეს ისე, რომ ბევრი სუფთა ოქრო არ გამოიყენონ. ეს ეტლი პირველად მეფე გიორგი III-მ დაამზადებინა 1760 წელს. თითქმის 2 წლის შემდეგ, 1762 წელს, დასრულდა მისი დამზადება. მისი დიზაინერი იყო ცნობილი არქიტექტორი სერ უილიამ ჩემბერსი, ხოლო დამამზადებელი ლონდონელი ეტლის წარმოებელი სემუელ ბატლერი. ეს ეტლი ძალიან დიდია. მისი წონა დაახლოებით 4 ტონაა. სიგრძე თითქმის 24 ფუტია, ხოლო სიმაღლე 12 ფუტს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ის უფრო მძიმეა ვიდრე ბევრი თანამედროვე SUV. მისი ასეთი სიმძიმის გამო 2 ან 4 ცხენი საკმარისი არ არის. ამ ეტლის გადასაადგილებლად 8 ცხენი არის საჭირო. და მიუხედავად იმისა, რომ 8 ცხენი ეკაჩება, მაინც ძალიან ნელა მოძრაობს. ხშირ შემთხვევაში ის თითქმის ისეთივე სიჩქარით მოძრაობს, როგორც ფეხით მოსიარულე ადამიანი. მაგრამ მისი პოპულარობის მიზეზი ზომა არ არის. ნამდვილი მიზეზი მისი როლია ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში. ჯერ კიდევ 1821 წელს მეფე უილიამ მეოთხის კორონაციიდან მოყოლებული ბრიტანეთის თითქმის ყველა მეფე და დედოფალმა ეს ეტლი გამოიყენა თავიანთ კორონაციაზე. ამიტომ როცა ტახტზე ახალი მონარქი ადის, დიდი ალბათობით სწორედ ეს ეტლი იქნება ის, რომელსაც მთელი მსოფლიო იხილავს. თუ დააკვირდები მის თითოეულ დეტალს, შეამჩნევ, რომ თითქმის არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ დარჩენილა. არსებობს სხვადასხვა სიმბოლოს კვეთები, ოქროს დეკორაციები და დიდი ნახატები ორივე მხარეს. ეს სურათები ასახავს სცენებს რომაული მითოლოგიიდან. ამ ნახატების ავტორია იტალიელი მხატვარი ჯოვანი ბატისტა ჩიპრიანი. კარეტაზე ზემოთ არის 3 პატარა ანგელოზი, ანუ ქერუბიმი.
ისინი წარმოადგენენ ინგლისს, შოტლანდიას და ირლანდიას. ხელში უჭიროთ ბრიტანეთის კორონაციის რამდენიმე სიმბოლო. ქვედა ნაწილში არის 4 დიდი ამოკვეთილი ტრიტონი, რომლებიც ბერძნულ მითოლოგიაში ნახევრად ადამიანი და ნახევრად თევზი არსებები არიან. იმ დროის მხატვრებისთვის ეს დიზაინები სამეფოს ძალისა და ძლიერების სიმბოლო იყო. მაგრამ ამ ეტლთან დაკავშირებით ერთი გასაოცარი სიმართლე არსებობს. ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე არაკომფორტული სატრანსპორტო საშუალება იყო, რომელსაც მეფეები და დედოფლები იყენებდნენ. როგორ მოხდა ეს? მიზეზი მარტივია. როდესაც Gold State Coach-ი გაკეთდა, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა თანამედროვე საკიგარი სისტემა, რომელსაც დღეს მანქანები იყენებენ. ლითონის ზამბარების ნაცვლად მთელი ეტლის корпуსი უბრალოდ ჩამოკიდებული იყო სქელ ტყავის ხვედებზე. როცა ის ორმოში გადიოდა, რხევა არ ხრებოდა. ამის ნაცვლად მთელი ეტლი კიდევ უფრო ირწევა. ცხენების ყოველ ნაბიჯზე მისი корпуსი წინ და უკან მოძრაობს. როცა მობრუნდება, ის ძლიერ ირწევა მარცხნივ და მარჯვნივაც. ამის გამო თითქოს პატარა ნავში ზიხარ, რომელსაც ზღვის ტალღები არწევს. ეს უბრალოდ წარმოსახვა არ არის. ეს თავად არაერთ ბრიტანეთის მონარქს უთქვამს. მეფე უილიამ მე-4-მ, რომელიც ადრე საზღვაო ოფიცერი იყო, თქვა, რომ როცა მასში იჯდა, თავი ისე იგრძნო, თითქოს ძლიერი ტალღების შუაგულში იყო. დედოფალი ვიქტორია კი ხშირად ერიდებოდა ამ ეტლის გამოყენებას, რადგან არ მოსწონდა მისი ზედმეტი რხევა. მეფე ჯორჯ მე-6-მაც თქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე არაკომფორტული მგზავრობა, რაც კი ოდესმე გამოუცდია. 2018 წელს დედოფალ ელისაბედ მე-2-ს ოქროს სახელმწიფო ეტლზე ჰკითხეს დოკუმენტურ ფილმში. მისი მოკლე პასუხი თითქმის მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. მან თქვა, რომ ეს ნამდვილად არ არის შექმნილი კომფორტული მგზავრობისთვის და თუ დავფიქრდებით, მართალია. Gold State Coach-ის მთავარი მიზანი არ არის, რომ მეფე ან დედოფალი კომფორტულად იყოს. მისი მიზანია ყველა საჩვენოს ბრიტანეთის მთავრობის სიმდიდრე, ძალაუფლება და პრესტიჟი. კიდევ ერთი უცნაური დეტალია ის, რომ მისი ზომისა და სიმძიმის გამო მისი შეჩერებაც რთულია. სამეფო კოლექციის ჩანაწერების მიხედვით, მუხუჭების დაჭერა საჭიროა ბევრად ადრე, ვიდრე გაჩერების ადგილამდე მიაღწევენ. კარეტას უკან ადამიანი მიდიოდა, რომელიც სპეციალური ლევერის საშუალებით მუხუტს აკონტროლებდა. 260 წელზე მეტი გავიდა და ზოგიერთი ნაწილი უკვე შეცვლილია. მას რეზინის საბურავები დაამატეს, რათა უფრო უსაფრთხო ყოფილიყო გამოსაყენებლად. შიგნითაც რამდენიმე ნივთი განაახლეს, მაგრამ მთავარი დეტალი და დიზაინი თითქმის იგივე დარჩა, როგორც 1762 წელს იყო შექმნილი. ეს ნიშნავს, რომ დღემდე მეფეები და დედოფლები თითქმის იმავე რხევას განიცდიან, რასაც მათი წინაპრები გრძნობდნენ. უკვე 2 საუკუნეზე მეტია გასული. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ყველაზე კომფორტული სატრანსპორტო საშუალება ისტორიაში, ის მაინც რჩება ბრიტანეთის მონარქიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამეფო ეტლად, რომელიც ადამიანმა შექმნა. ნომერი 8. ნაპოლეონის მობილური საკომანდო ეტლი. ისტორიაში არის ერთი ეტლი, რომელიც მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა. ის ასევე იყო ოფისი, საძინებელი და საკომანდო ცენტრი, ერთ-ერთი უდიდესი ევროპელი გენერლისთვის. ეს ეტლი ეკუთვნოდა ნაპოლეონ ბონაპარტს. მისი სამხედრო კამპანიების განმავლობაში ის თითქმის ყოველთვის მოგზაურობაში იყო. ამიტომ მას სჭირდებოდა ისეთი ტრანსპორტი, რომელიც გზაში პატარა შტაბის ფუნქციას შეასრულებდა. ამიტომაც მან სპეციალური კამპანიის ეტლი დაამზადებინა. ეს არ იყო ყველაზე ლამაზი. არც ყველაზე მდიდრული ეტლი იყო იმ დროისთვის, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ტრანსპორტი ევროპელი ლიდერისთვის. ის განკუთვნილი იყო გრძელი მოგზაურობებისთვის. მისი корпуსი უფრო განძლეა ვიდრე ჩვეულებრივი ეტლისა. ასევე მას უკეთესი საკიდარი აქვს, რათა გზის ორმოები ნაკლებად იგრძნოს მგზავრმა. მაგრამ ნამდვილი საოცრება მის შიგნითაა. თითქმის ყველა სივრცეს თავისი დანიშნულება აქვს. საბრძოლო რუკებისთვის ცალკე განყოფილებაც კი არის. არსებობს ცალკე განყოფილება მნიშვნელოვანი ექიმებისთვის. არის პატარა ბიბლიოთეკაც, სადაც ინახება წიგნები, რომლებსაც ნაპოლეონი მოგზაურობისას კითხულობდა. არის ვერცხლისფერი მაისური და ნივთები, რომლითაც საუზმობა შეიძლება მოგზაურობის დროსაც კი. ასევე აქვს სამგზავრო კუთი მისი პირადი ნივთებისთვის. და რაც თავარია, მთავარი სკამის ქვეშ დამალულია დასაკეცი ბანაკის საწოლი. როცა ღამე გზაში შეხვდება, აღარ სჭირდება ღამის გასათევის ძებნა. შეუძლია პირდაპირ ეტლში დაიძინოს, სანამ მოგზაურობა გრძელდება. როცა შემდეგ დანიშნულების ადგილზე მივა, მზად არის ახალი ოპერაციის დაგეგმვისთვის. მოკლედ რო ვთქვათ, ეს ეტლი იმპერატორის მოძრავი ოფისივითაა. სანამ ცხენები მოძრაობენ, შეუძლია ჭამოს, იკითხოს, შეადგინოს საომარი გეგმები და მართოს თავისი იმპერია.
სისტრაფედ ძალიან მნიშვნელოვანია ნაპოლეონისთვის, ის ცნობილია თავისი მოუთმენლობით და არ უყვარს დროის ფუჭად დაკარგვა. ამიტომ ის თავის მძღოლებს ავალებს, რომ მთელი მგზავრობის განმავლობაში შეინარჩუნონ ყველაზე სწრაფი, მაგრამ უსაფრთხო სვლა. ამიტომ ნაპოლეონის მძღოლები იმ დროის ევროპაში საუკეთესოთა შორის იყვნენ. მაგრამ მისთვის მხოლოდ სისტრაფე არ იყო მნიშვნელოვანი. უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია. ყოველ ჯერზე, როცა ის მგზავრობდა, მას ყოველთვის თან ახლდნენ ცხენზე ამხედრებული ჯარისკაცები ესკორტად. ასევე ყოველი მარშრუტი დეტალურად იგეგმებოდა მის გამგზავრებამდე. მე-19 საუკუნის დასაწყისში იმპერატორის მოგზაურობა ძალიან სახიფათო იყო. მხოლოდ ერთი მცდარი ინფორმაცია ან მოულოდნელი თავდასხმა საკმარისი იყო, რომ მთელი ომის მიმდინარეობა შეცვლილიყო. მაგრამ დადგა დღე, როცა ნაპოლეონის მეფობა საბოლოოდ დასრულდა. 1815 წლის 18 ივნისს მოხდა ცნობილი ვატერლოოს ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა, რომელმაც მისი იმპერია დაასრულა. საფრანგეთის არმიის დამარცხების შემდეგ პრუსიელი ჯარისკაცები სწრაფად დაწინაურდნენ. მათი დევნისას მათ ხელში ჩაიგდეს ნაპოლეონის პირადი სალაშქრო ეტლი. ის თითქმის ხელუხლებელი იყო. როდესაც მათ ეტლი გახსნეს, შიგნით ბევრი მნიშვნელოვანი ნივთი ნახეს, რომელიც დატოვებული იყო. იყო ოქროს მონეტები, ბრილიანტები, პირადი ციგნები და საკვების ჭურჭელი. ასევე იყო სამხედრო რუკები, რომლებიც ნაპოლეონის ოპერაციების გეგმებს აჩვენებდა მისი დამარცხებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმებს ომში აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ბრძოლა დასრულდა, ისინი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ისტორიკოსებისთვის. ამის წყალობით მათ უკეთ გაიგეს, როგორ ფიქრობდა და გეგმავდა ნაპოლეონი თავისი მმართველობის ბოლო კვირებში. ვატერლოოს შემდეგ ეს ეტლი გახდა მეფის საომარი ტროფეი. ეს ეტლი რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, სანამ საბოლოოდ ლონდონში არ გამოიფინა საზოგადოებისთვის როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ექსპონატი იმ დროისთვის. დღემდე ნაპოლეონის საველე ეტლი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ სატრანსპორტო საშუალებად ევროპაში. ეს არ არის ყველაზე მეტი ოქროს მქონე, არც ყველაზე ლამაზად მორთული, მაგრამ ძალიან ცოტა ეტლია, რომელმაც იმპერიის დაცემა იხილა. და ძალიან ცოტაა ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მდუმარე მოწმე გახდა იმ ღამისა, როცა ნაპოლეონმა დაკარგა თავისი არმია, თავისი ძალაუფლება და თავისი თავისუფლება. ნომერი 7. კონკორდის ეტლი, შეერთებული შტატები. თუ ამ სიის წინა ეტლები შექმნილი იყო მეფეებისა და იმპერატორებისთვის, შემდეგი კი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის იყო შექმნილი. მაგრამ არ შეგეშალოს, მას ამერიკის ისტორიაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა. ეს არის კონკორდის ეტლი. 1827 წელს ებოთ დაუნინგის კომპანიამ დაიწყო ეტლების წარმოება კონკორდის ქალაქში, ნიუ-ჰემფშირი. მალე ის გახდა ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება გზაუმგზავრობებისთვის მთელ ამერიკაში. იმ დროს, როდესაც ქვეყნის ბევრ ნაწილში ჯერ კიდევ არ იყო რკინიგზა, ეს იყო მთავარი გზა, რომლითაც ადამიანები შორეულ ადგილებში მიდიოდნენ. ამით მხოლოდ მგზავრები არ მგზავრობდნენ. ის ასევე ატარებდა წერილებს, მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ფულს, ოქროსა და სხვადასხვა პროდუქტს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის განვითარების პროცესში, როდესაც მათი დასახლებები დასავლეთისკენ ფართოვდებოდა. Concord Stagecoach-ის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება მისი საკიდარია. მეტალის წამბარების ნაცვლად მისმა შემქმნელებმა გამოიყენეს სქელი ტყავის ხვედები. როდესაც ის კლდოვან გზაზე გადის, ეტლის მთელი კორპუსი ოდნავ ირწევა. ამის გამო რყევის ძალა მცირდება იმ ეტლებთან შედარებით, რომლებსაც ასეთი დიზაინი არ აქვთ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მგზავრობა კომფორტულია. სინამდვილეში თუ რამდენიმე დღე ამ ეტლში იმგზავრებ, შეიძლება თავბრუსხვევა იგრძნო მუდმივი რწევის გამო. ეტლის შიგნით არის 3 სავარძელი. თითოეულზე 3 ადამიანი ჯდება. ასე რომ შიგნით 9 მგზავრი შეიძლება მოთავსდეს. თუ შიგნით ადგილი აღარ არის, ზოგიერთი მგზავრი თავიანთი ბარგით ერთად სახურავზე ჯდება. იქ ისინი პირდაპირ მზის სხივების ქვეშ არიან, წვიმაც ასველებ და ეტლის მოძრაობისას მთვერიც ეხრებათ. მგზავრობა სენტ-ლუისიდან სან-ფრანცისკომდე დაახლოებით 25 დღეს გრძელდება. ყოველ 10-15 მილზე ისინი ჩერდებიან სადგურებში, სადაც ცხენებს ცვლიდნენ. იქვე მგზავრები სწრაფად ჭამენ, სანამ კვლავ გააგრძელებენ მგზავრობას. იმ დროის ამბების მიხედვით, რელე სადგურებში საჭმელი არც ისე გემრიელი იყო. ჩვეულებრივ მათ თავაზობდნენ მარილიან ხორცს, ლობიოს, მაგარ ბისკვიტებს და ძალიან ძლიერ ყავას. ამით კი მგზავრები ხშირად იძინებდნენ სადგურის იატაკზე სხვა მგზავრებთან ერთად. კიდევ ერთი საფრთხე იყო ყაჩაღები. რადგან ბევრი ეტლი ფულსა და ოქროს ატარებდა, ისინი ხშირად ხდებოდნენ შეიარაღებული ბანდიტების სამიზნე. ამიტომაც ბევრ მგზავრობაზე მძღოლის გვერდით იჯდა შეიარაღებული მცველი თოფით ხელში. აქედან მოდის ცნობილი გამოთქმა riding shotgun. დღემდე კონკორდის ეტლი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე აზეთ ცნობილ სატრანსპორტო საშუალებად ამერიკის ისტორიაში.
მანამდე სანამ მატარებლები და თანამედროვე ტრანსპორტი გამოჩნდებოდა, სწორედ ეს აერთებდა ქვეყნის შორეულ ნაწილებს და ეხმარებოდა ადამიანების ვაჭრობისა და კომუნიკაციის გადატანაში მთელ ამერიკულ ფრონტირზე. ნომერი 6. საფრანგეთის უკანასკნელი კორონაციის ეტლი. ყველა სამეფო ეტლს შორის, რომელიც საფრანგეთში გაკეთდა, მხოლოდ ერთმა მოახერხა დრემდე გადარჩენა. ეს არის მეფე შარლ მე-10-ის კორონაციის ეტლი. ეს უბრალოდ ძველი ეტლი არ არის. ეს არის დარჩენილი სიმბოლო საფრანგეთის მეფეების 1000 წელზე მეტი ტრადიციისა. საუკუნეების განმავლობაში, როცა ახალი მეფე ადიოდა ტახტზე, მას სპეციალური კორონაციის ეტლით მიყავდათ რეიმსის ტაძარში. იქ ტარდებოდა საფრანგეთის მონარქიის ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონია. მაგრამ როდესაც 1789 წელს დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია, რევოლუციონერებმა მონარქიის მრავალი სიმბოლო დააზიანეს, დაწვეს ან გაანადგურეს. აქ შედიოდა საფრანგეთის თითქმის ყველა სამეფო ეტლი. ამის გამო მხოლოდ ერთი კორონაციის ეტლი შემორჩა დღემდე. და სწორედ ეს გამოიყენა მეფე შარლ მე-10-ემ. დღეს ის დაცულია ვერსალის სასახლის ეტლების გალერეაში, სადაც მას ფრთხილად უვლიან როგორც საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ სატრანსპორტო საშუალებას. ეს ეტლი ძალიან დიდია. მისი სიგრძე თითქმის 6-დან 6.5 ხოლო სიმაღლე დაახლოებით 4-დან 4.5 მეტრამდე. მისი წონა დაახლოებით 4-დან 5 ტონამდეა. თითქმის ყველა გარე ნაწილი დაფარულია ოქროს დეკორაციებით და ბრინჯაოს ქანდაკებებით. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მორთულობა არ არის. თითოეული დიზაინი შექმნილია იმის სათვენებლად, რომ საფრანგეთის მეფეს აქვს წმინდა უფლება მართოს. იმ დროს ბევრი ადამიანი სჯეროდა, რომ მეფის ძალაუფლება პირდაპირ ღმერთისგან იყო მინიჭებული. ამიტომ თვითონ ეტლიც კი უნდა აჩვენებდეს ძალაუფლებასა და ბრწყინვალებას. შიგნით შესვლისას ჩანს სქელი წითელი ველვეტის ქსოვილი დეტალური ოქროს ქარგვით. წითლისა და ოქროს კომბინაცია დიდი ხანია ფრანგული სამეფო ოჯახის სიმბოლოა. 1825 წელს შარლ ექვსიმ ეს ეტლი გამოიყენა თავისი კორონაციის დროს. ის იყო საფრანგეთის უკანასკნელი მეფე, რომელმაც ტრადიციული კორონაცია გაიარა რეიმსის ტაძარში. მაგრამ დიდი პრობლემა გაჩნდა. მაშინ როცა ის ცდილობდა მეფეთა ძველი ძალაუფლების დაბრუნებას, ხალხის აზროვნება სწრაფად იცვლებოდა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ უფრო მეტი მოქალაქე უჭერდა მხარს თავისუფლების, თანასწორი უფლებებისა და მეფეთა შეზღუდული ძალაუფლების იდეებს. ამიტომაც ნელ-ნელა დასუსტა მხარდაჭერა მონარქიის ძველი სისტემის მიმართ. მოვქელეთ რომ თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ შარლ მე-10-ის კორონაცია ძალიან მდიდრული იყო, ბევრს აღარ სჯეროდა იმ გზავნილის, რომლის ჩვენებაც მას სურდა. მხოლოდ 5 წლის შემდეგ, 1830 წელს, ივლისის რევოლუცია დაიწყო, რის შედეგადაც შარლ მე-10 იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო და საფრანგეთიდან გაეძევებინათ. ამასთან ერთად, საბოლოოდ დასრულდა ბურბონების აღდგენის ეპოქაც. აღარასოდეს ჩატარებულა ტრადიციული კორონაცია რეიმსის ტაძარში. და არც ერთ მომდევნო ფრანგ მეფეს აღარ გამოუყენებია ასეთი კორონაციის ეტლი. ამიტომაც ეს ეტლი გახდა ჩუმი მოგონება იმ უკანასკნელი მცდელობისა, როცა საფრანგეთმა სცადა თავისი მეფეების ძველი ძალაუფლების დაბრუნება. დღემდე ეს არის ერთადერთი დარჩენილი კორონაციის ეტლი ფრანგული მონარქიიდან, რომელიც საზოგადოებას შეუძლია იხილოს. ეს მხოლოდ ლამაზი ეტლი არ არის. ეს არის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გვახსენებს თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს სამეფოს ძალაუფლება. ნომერი 5 წინში ხუანის ბრინჯაოს ეტლები, ჩინეთი. 1980 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს რაღაც წინში ხუანის სამარხის მახლობლად, რომელიც იყო პირველი იმპერატორი, რომელმაც გააერთიანა მთელი ჩინეთი. ის ცნობილია როგორც მმართველი, რომელმაც დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის აშენება და რომლის სამარხსაც ათასობით ტერაკოტის მეომარი იცავს. მაგრამ იქ მხოლოდ ჯარისკაცები არ აღმოუჩენიათ. ასევე იყო ორი უნიკალური ბრინჯაოს ეტლი, რომლებიც მიწაში იყო დამარხული 2200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ისინი ნამდვილი ზომის არ არიან. ისინი მხოლოდ დაახლოებით ნახევარი ზომის არიან ნამდვილი ეტლებისა. მაგრამ ნუ იფიქრებ, რომ ეს უბრალო მოდელები იყო. სინამდვილეში ისინი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საინჟინრო ქმნილებად ითვლებიან ძველ დროში. როცა ისინი აღმოაჩინეს, მათი ნაწილები თითქმის დამტვრეული იყო, რადგან მიწის სიმძიმე საუკუნეების განმავლობაში მათ ზემოდან აწვებოდა. მრავალი წელი დასჭირდათ ექსპერტებს, რომ ეს ორი ეტლი თავიდან აეწყოთ. პირველი ეტლი, რომელსაც მაღალი ეტლი ეწოდება, ღია ეტლია, რომელსაც ზემოდან ბრინჯაოს სახურავი აქვს. მიჩნეულია, რომ ეს ეტლი გამოიყენებოდა როგორც საესკორტო ეტლი, ან იმპერიული ინსპექციებისა და ცერემონიებისთვის. მეორე ეტლი კი კომფორტული ეტლის სახელითაა ცნობილი. მისი დიზაინი უფრო დახურულია. აქვს სახურავი, ფანჯრები, რომლებიც შეიძლება გაიხსნას და დაიხუროს და შიგნით საკუთარი გამყოფილება აქვს. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს მოდელი სპეციალურად იმპერატორისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ ყველაზე განსაცვიფრებელი ისაა, რამდენი პატარა ნაწილი ქმნის ამ ეტლს. თითოეული ეტლი შედგება 3400-ზე მეტი ცალკე ბრინჯაოს ნაწილისგან.
აქ შედის ხერძები, ბორბლები, სპიცები, აღკაზმულობა, ჯაჭვი, პინი და სხვადასხვა დეკორაცია. ეს ყველაფერი უმაღლესი სიზუსტითაა დამზადებული. თითოეულ ლეტლზე 4-ვე ცხენი განსხვავებული გარეგნობისაა. მათი სახე, ტანი და პოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება. ისინი ისეა შექმნილი, რომ ნამდვილი ცხენები გავდნენ. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ბრინჯაოს სადავეები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეტალისგანაა დამზადებული, ისე მოძრაობენ როგორც ნამდვილი ტყავი. კომფორტული ეტლის ფანჯრებზე ასევე ბრინჯაოს პადეებია. ეს ჰაერს შიგნით ატარებს, ხოლო გარედან პირდაპირ ხედვას ბლოკავს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მათ უკვე ჰქონდათ პირადი სივრცის კონცეფცია 2000 წელზე მეტი ხნით ადრე, ვიდრე თანამედროვე ტრანსპორტი გაჩნდებოდა. ეს ორი ბრინჯაოს ეტლი არასოდეს გამოუხენებიათ ნამდვილი მოგზაურობისთვის. ისინი მხოლოდ როგორც მინიატურული რეპლიკები დაამზადეს, რომ იმპერატორთან ერთად დაემარხათ. ძველი ჩინელები მაშინ ფიქრობდნენ, რომ მათი მმართველი ამ ეტლებს იმ ქვეყნიურ ცხოვრებაშიც გამოიყენებდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მოდელები იყო, დამამზადებლებს არ დაუზოგავთ ძალისხმევა. მათ არ გაამარტივეს დიზაინი, არამედ თითქმის ყველა დეტალი დააკოპირეს ნამდვილი იმპერიული ეტლიდან. ამიტომ ინჟინრები და არქეოლოგები დღემდე სწავლობენ მათი დამზადების მეთოდებს. წინში ხვანის ორი ბრინჯაოს ეტლი, მხოლოდ მნიშვნელოვანი არტეფაქტები არ არის. ისინი ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად მაღალი იყო ინჟინერიის, მეტალურგიისა და ხელოსნობის დონე ძველ ჩინეთში. 2200 წელზე მეტი ხნის წინ. ნომერი 4. ეკატერინე დიდის საიმპერატორო ეტლი, რუსეთი. ეკატერინე დიდის დროს სამეფო ეტლები მხოლოდ მოგზაურობისთვის არ გამოიყენებოდა. ისინი ასევე გამოიყენებოდა რუსეთის იმპერიის ძალისა და სიმდიდრის საჩვენებლად. ეკატერინე მართავდა 1762 წლიდან 1796 წლამდე და სურდა დაემტკიცებინა, რომ რუსეთს შეეძლო ევროპის ყველაზე ძლიერ სამეფოებს შეძრებოდა და შეჯიბრებოდა. მისი ზოგიერთი ეტლი დღესაც შეგიძლიათ ნახოთ მოსკოვის კრემლის არმორიის პალატაში. ისინი ძალიან დიდია და 8 ცხენი აბამს. კორპუსი ხისგანაა დამზადებული, მაგრამ დაფარულია ოქროს ფურცლით და მორთულია მდიდრული ნახატებითა და ბრინჯაოს დეკორაციებით, რომლებიც იმპერატრიცის ძალაუფლებას სიმბოლიზირებს. შიგნით კი ჩანს აბრეშუმის ხავერდის ოქროს ნაქარგობა და სხვა ძვირფასი დეკორაციები. მაგრამ ეს მხოლოდ სილამაზისთვის არ გაუკეთებიათ. ყოველი საჯარო მსვლელობა ეკატერინესთვის იყო საშუალება, ხალხისთვის ეჩვენებინა თავისი მმართველობის ძალა. ეს ასევე იყო ჩუმი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვის, რომ რუსეთი უკვე ძლიერი იმპერია. ასეთი ეტლის გაკეთება წადული არ იყო. რუსეთი ძალიან ვრცელია და ხშირად გზებით ალახიანი, გაყინული ან ორმოებით სავსეა. ამიტომ სილამაზესთან ერთად თითოეული ეტლი გამძლეც უნდა ყოფილიყო. ამიტომ რუსმა ეტლის ოსტატებმა ევროპიდან საუკეთესო ტექნიკა და რუსულ კლიმატთან შესაფერისი მასალები გააერთიანეს. შედეგად მიიღეს ეტლები, რომლებიც არა მხოლოდ მდიდრული იყო, არამედ საკმარისად გამძლეც გრძელი მგზავრობისთვის. დღემდე ისინი ეპოქის სიმბოლოდ რჩებიან. ეს იყო ის დრო, როდესაც ეკატერინე დიდმა მთელ ევროპას რუსეთის მზარდი ძალა აჩვენა. ნომერი 3. ლორდ მერის სახელმწიფო ეტლი. ლონდონ. ლონდონში არის ერთი ეტლი, რომელიც უკვე 260 წელზე მეტია გამოიყენება. ეს არის ლორდ მერის სახელმწიფო ეტლი. ეს ეტლი 1747 წელს დაამზადეს და დღემდე გამოიყენება ყოველწლიურ ლორდ მერის შოუზე, რომელიც ლონდონის ახალი ლორდ მერის ყოველწლიური ცერემონიაა. ეს ერთ-ერთი უძველესი ცერემონიული ეტლია მსოფლიოში, რომელიც დღემდე რეგულარულად გამოიყენება. მას აქვს ყვითელი და ოქროსფერი ფერები და სავსეა ლონდონის ქალაქის სიმბოლოებითა და ნაკვეთი ორნამენტებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხისგანაა დამზადებული, მასზე ძალიან კარგად ზრუნავენ, რის გამოც საუკუნეების შემდეგაც კი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ეს ტრადიცია დაიწყო ჯერ კიდევ 1215 წელს, როდესაც ლონდონელებს უფლება მისცეს საკუთარი მერი აერჩიათ. მას შემდეგ ახალი ლორდ მერის აღლუმი ქალაქში ცერემონიის ნაწილად იქცა. ეს ეტლი გადაურჩა ომებს, ხანძრებს და მეორე მსოფლიო ომსაც კი. გაგრძელებული რესტავრაციის წყალობით ეს ეტლი დღესაც მოქმედია. მანქანებისა და თვითმფრინავების ეპოქაში ეს ეტლი კვლავაც ახსენებს ლონდონის 800 წელზე მეტ ისტორიას. ნომერი 2. რომაული რბოლის ეტლი, ძველი რომი. თუ დღეს ფორმულა 1 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოტოსპორტია, რომაული რბოლის ეტლი მისი ანალოგი იყო ძველ რომში. ეს გამოიყენებოდა ცირკუს მაქსიმუსში, ძველი რომის ყველაზე დიდ რბოლის არენაზე. ეტლი მსუბუქი იყო და მხოლოდ 2 ბორბალი ჰქონდა. მას 2-დან 4 ცხენი ეწეოდა და შექმნილი იყო ძალიან მაღალი სიჩქარისთვის. ამის გამო ხშირად ხდებოდა შეჯახებები და სერიოზული ავარიები.
თუ ეტლი გადაბრუნდებოდა, მძღოლი ხშირად იწევდა მიწაზე, რადგან ცხენების თოკი მის სხეულზე იყო შემოხვეული. მაგრამ საფრთხის სანაცვლოდ მოდიოდა უზარმაზარი პოპულარობა და სიმდიდრე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეტლის მძღოლი იყო გაიუს აპულეუს დიოკლესი, რომელმაც 1000-ზე მეტ რბოლაში გაიმარჯვა. ისტორიკოსების თქმით, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ძველ სამყაროში. რომაული რბოლის ეტლი გვიჩვენებს, რომ 2000 წელზე მეტი ხნის წინაც კი ადამიანებს უყვარდათ სისწრაფე, კონკურენცია და სპორტული გართობა. ნომერი 1 ბრილიანტის იუბილეს სახელმწიფო ეტლი გაერთიანებული სამეფო. ბრილიანტის იუბილეს სახელმწიფო ეტლი ბრიტანეთის სამეფო კოლექციაში ყველაზე ახალი ეტლია. ის 2012 წელს დამზადდა როგორც საჩუქარი დედოფალ ელიზაბეთ მეორესთვის. რაც განსაკუთრებულია ამ ეტლში, ის არის, რომ მასში გამოყენებული მრავალი მასალა ბრიტანეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ადგილებიდანაა, მათ შორის ლონდონის კოშკიდან, HMS Victory-დან და სხვა ცნობილ შენობებსა და მონუმენტებიდან. ამიტომაც ეს ეტლი თითქოს მოძრავი მუზეუმია. განსხვავებით ძველი ოქროს ეტლისგან, ეს ეტლი თანამედროვეა. მას აქვს ჰიდრავლიკური საკიდარი, გათბობა და ელექტროფანჯრები, რის გამოც მგზავრობა უფრო კომფორტულია. ეს ეტლი მეფე ჩარლზ III-მ გამოიყენა თავისი კორონაციის შემდეგ 2023 წელს. Diamond Jubilee State Coach აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიას და ბრიტანეთის 1000 წელზე მეტ ისტორიას. ამიტომაც ეს უბრალოდ სამეფო ეტლი არ არის. ეს ასევე ბრიტანეთის მონარქიის ხანგრძლივი ისტორიის სიმბოლოა, რომელიც დღემდე გრძელდება.